ველოდებით მეორე პატარას, ხომ? მეორე პატარას ველოდებით, რომელიც ამ წელიწადს დაიბადება და ვართ აი მთელი სიყვარული, მთელი ოჯახი ჩართული აი ამ სიყვარულში. ესე არ არის? კი. ნოე განსაკუთრებულად ბედნიერია, ხო? და ელოდება პატარა ძმას, ხო, მამა? ხო. მე ვარ გადასარევი ორსული. არანაირი პრობლემა არ მაქვს. სულ ვიცინი ხოლმე რომ რანაირი ორსული ვარ, ნოესე სხვათა შორის მასეთი ორსულობა მქონდა, ძალიან კარგი ორსულობა მქონდა და ესეთი ორსულობა რო არ მქონოდა, ძალიან ბევრ საქმეს ვერ გავაკეთებდით ნამდვილად და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად არის. 10 წლის ჩვენ შვილი არ ყავდა და 10 წლის შემდეგ დაიბადა ნოე, მაგრამ რაც შეეხება ამ 10 წელიწადს, მოდი პირდაპირ გეტყვი, არ იყო მარტივი, იმიტომ რომ როდესაც უკვე დაახლოებით 2 წლის შემდეგ რეალურად დაახლოებით მიზეზი რო ვიპოვეთ რა იყო, დავიწყეთ მკურნალობა და შესაბამისი მოქმედებები რაც უნდა დაგვეწყო ჩვენს მოძღვართან, როდესაც მივედით, ხო ხტები, ან ეს არის ის დრო, როდესაც ყველა გზას ეძებ, ყველა გზას პოულობ, მით უმეტეს, როდესაც სიყვარულით არის შექმნილი ოჯახი და ამ ეს სიყვარული იგრძნობა არა მარტო ჩვენში, იგრძნობა ირგვლივ საზოგადოებაში ყველგან. მამაო სიტყვები იყო ესეთი, თქვენო ისეთ იმ წყვილთა 1%-ში ხართო, რომელიც არ დაშლილა ამ დროის განმავლობაში, იმიტომ რომ ცუდია თუ კარგია რეალურად ვერ უძლებსო ბევრი წყვილიო ამასო და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც თქვათ ოჯახები ინგრევა არის ეს. ნოე არის ჩვენი თილისმა. ოღონ მართლა გეუბნები, აი ეს სიტყვა თუ რაღაცნაირად იშიფრება, ნოე არის ჩვენი თილისმა და რატო დავიწყებ ჩამოთვლას. ესე იგი, ნოეს დაბადებას მოყვა ჩვენი დუეტი ლეონის ჩამოყალიბებაც. ამ ლეონის ფრთების შესხმაც, ლეონის ამხელა პოპულარობა, ჩვენი ოჯახის განსაკუთრებული სიყვარული, პირველ რიგში ღვთის წყალობის გარეშე არ მოხდება არაფერი. რაც არ უნდა სამედიცინო ჩარევა იყოს, ღვთის წყალობის გარეშე სულიერება, რასაც ქვია, გამორიცხულია. მე ესე ვთვლი და ესე ვფიქრობ, რომ არანაირად არ მოხდება არაფერი და ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ეგ იყო. მოვილოცეთ, იმიტომ რომ უნდა მოგველოც აუცილებლად, წავედით, იმიტომ რომ უნდა წავსულიყავით აუცილებლად, ვიმკურნალეთ, იმიტომ რომ უნდა გვემკურნალა აუცილებლად და ბოლოს ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოხდით სწორ ადგილზე, სწორ კლინიკაში, სადაც უკვე მთელი ამ ჩარევების და ღვთისწყალობიდან გამომდინარე დაიბადა ნოე ბიჭი. ინვიტრო განაყოფიერება ზოგადად დღემდე რო თქვა, მე ხა ეს თემა იმდენად კარგად შევისწავლე, თუ არიცი, ვერ ჩაწვდები წყვილი რა არის ეს მომენტი, მაშინ ვერ ხვდები და ძალიან რთულად გიჭირს მისვლა რა. იმიტომ რომ თავიდან გონია სულ სხვა რაღაცა, ანუ რა, აი სხვაგან ახარ რა რეალურად და ამ სხვაგან ყოფნაში რეკლამას კი არ უკეთებ, მინდა რომ რაღაცა სწორ გზაზე თუ ვინმე წყვილი გვისმენს, ვისაც ეს გზა აინტერესებს, მინდა რომ მე რაც ვიცი ისაუხსნა, ყველაზე ახლო გზა არის ამ სიტუაციაში გამოსავალი, თუ რა თქმა უნდა ფინანსებიც ხელს უწყობს, მაგრამ არანაკლები ფინანსები ჭირდება ისე მკურნალობასაც. აი ამ მთელი 10 წლის განმავლობაში მარტო მკურნალობაში იმდენი თანხები გვაქვს დახარჯული, რეალურად ეგრო ამ დონეზე მცოდნო და გამორიცხულია მაშინვე მივიდოდით. ინვიტრო განაყოფიერება ნოეს შემთხვევაში არ იყო, ინსემინაცია იყო, ვისაც დააინტერესებს ამასაც წაიგითხავს რა არის, იგივე კლინიკაში ხდება. უბრალოდ ინსემინაცია არის უფრო ბუნებრივი გზით. რეალურად, როდესაც ქალი მზადდება ამ მომენტისთვის და ბუნებრივად ხდება გადატანა. ამ შემთხვევაში, მაგრამ ის რომ რაღაცა ეს მომენტი მე დამემალა ვინმესთვის არა პირიქით, რაც უფრო ხმამაღლა იტყვი ამას, დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის უკეთეს გზას უხსნი და ბევრ წყვილს, ვისაც მაგალითად ეს პრობლემა აქვს, მე ვიცი რას ნიშნავს უშვილობა, მთელი 10 წელიწადი ვგრძნობდი ამას, მიუხედავად ჩემი ფარხმარდაუყრელობისა, მირჩევნია პირიქით, უფრო ხმამაღალი ვიყო, უფრო თამამი ვიყო და ვისაც აინტერესებს ეს გზა სწორი გზით უჩვენო. მე ბიჭი არის ქუთაისელი ბიჭი და უნდა გაიზარდოს როგორც ქუთაისელი ქართველი. ქუთაისი ხო თავისი სიყვარულია რა, მოდი გამოვარჩევ ჩემ ქალაქს, როგორც მე ქუთაისელი ბიჭი, ვიტყვი რომ ქუთაისი როგორც მე თბილისელი და თანხმები. როდესაც დუეტი ლეონის პროექტი შევქმენი, მომივიდა აზრად და აუცილებლად ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ავტორიც არის ერეკლე დიდია, ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. ერეკლეს აქვს ქუთაისში სტუდია და თუ მინდოდა რომ მე რაღაცა მთელი შემართებით აი დროის მაქსიმალური დაუკარგაობით გამეკეთებინა,
აუცილებლად ეს კომფორტი იყო ქუთაისში. იმიტომ რომ ქუთაისში იყო ერეკლე დიდია, რომელიც მართლა გჭირდებოდა ამ საქმესაც ჭირდებოდა და ჩვენი ნათლი მირონია და ნოეს ნათლია და უსაყვარლესი ადამიანია და დრო, ყველაზე მთავარი არის დრო. ქუთაისში როგორი სიტუაცია იცი? ხუმრობ ხოლმე ასე დილით, ველოსიპედით შეიძლება დაჯდე, ყურსასმენები გაიკეთო და ჩემიდან სტუდიაში გადასვლას უნდა დაახლოებით ერთი სიმღერის მოსვენა. რასაც დედაქალაქში ფიზიკურად ვერ ვაკეთებ.